კოლექტიურმა დასავლეთმა სენსაციური განცხადება გააკეთა საქართველოს მიმართ. მათ აღმოაჩინეს, რომ საქართველო პრორუსულობის, პროჩინურობის და პროირანულობის შემდეგ მჭიდროდ დაუკავშირდა პლანეტა ნიბურის წარმოადგენელ ანუნაკებს და მასთან ერთად თანამშრომლობს კოლექტიური დასავლეთის დასამხობად. გამარჯობათ, მე გია ვარ და ვლაპარაკობ ყველაფერზე, რაც ეხება საქართველოს აწყოსა და მომავალს. ესეც რა თქმა უნდა ხუმრობით იყო ნათქვამი, მაგრამ მე მინდა ზუსტად ამ თემაზე ვილაპარაკო, თუ რატომ გახშირდა ამ ბოლო დროს საქართველოს დადანაშაულება პრორუსულობის შემდეგ პროჩინურობაში და პროირანულობაში. მე რა თქმა უნდა მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებას, კავშირებ რამ გამოიწვია ესეთი გახშირებული ასე თქვათ ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ და მინდა დავიწყო ისტორიით, რომ ეს ყველაფერი დაიწყო პირდაპირ შეტევა ასე თქვათ საქართველოს ხელისუფლებაზე 2019-2020 წელს, როდესაც კანონი რომ მიიღებს განჭირვალობის შესახებ და ოჯახური სიწმინდის შესახებ. ეს რა თქმა უნდა მაშინ იმ დროს უკავშირდებოდა LGBT დღის წესრიგს და არასამთავრობოების დაფინანსებას. ეს იყო ძირითადი მიზეზი ამ შეტევებისა, თუმცა ეს შეტევები შემდეგ გადაიზარდა უფრო რადიკალურ ქმედებებში, როდესაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი. ეს უკვე რა თქმა უნდა ეხებოდა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას, სანქციებს და ასე შემდეგ. მაგრამ მაშინ დაიწყო ზუსტად ეხა პრორუსულობის თემა, დიდი ხანი არსებობდა ოპოზიცია, რა თქმა უნდა, რუსეთუმე, რუსეთის აგენტი, რუსეთის ნარატივი, ახორციელებს ეს ხელისუფლება, ერთ უნისონში არიან რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად და ასე შემდეგ. ეს იყო პირველი ეტაპი. მეორე ეტაპზე გადავიდეთ იგივე ჯო ვილსონის და მისთანების განცხადებები, რომ თურმე საქართველოს პროჩინურიც ყოფილა და კომუნისტურ ჩინეთთან თანამშრომლობს, მაგრამ რატომღაც ეს ნარატივი ნელ-ნელა ჩააჩოჩეს, იმიტომ რომ მე მიხვდე რომ თვითონ ტრამპი იყო აგერ ჩასული ჩინეთში და ეს კომუნისტურ ჩინეთთან საქართველოს თანამშრომლობა ტრამპის ვიზიტთან დაკავშირებით და ამერიკელების თანამშრომლობასთან შედარებით ჩინეთთან ცოტა ფერმფრთალი იყო და მაინდამაინც ისეთი დიდი რეზონანსი არ იქნებოდა. ეხლა დაიწყეს პროირანულობაზე ლაპარაკი. მიზეზი რატომ აკეთებენ ამას? გავიხსენოთ აგრეთვე ბრიტანელების და BBC-ში გასული თემა კამიტის გამოყენებასთან დაკავშირებით. შემდეგ ბრიტანელების მიერ ტელეკომპანიების სამი ტელეკომპანიის დასანქცირება, მართველი გუნდის წარმომადგენლების, მოსამართლეების დასანქცირება და ასე შემდეგ. ჩემის აზრით, ეს ყველაფერი კეთდება მხოლოდ ერთი მიზეზით. ერთ-ერთი მიზეზი უბრალოდ ამისი არის ის, რომ მზადდება საინფორმაციო ველი საქართველოს წინააღმდეგ. თანამედროვე ტექნოლოგიებით, ვიცით რომ თანამედროვე ტექნოლოგიები, საინფორმაციო, სოციალური ქსელების, საინფორმაციო საშუალებები ხელმისაწვდომია საერთოდ ყველასთვის, ხო? მთელი მსოფლიოსთვის. მინდა შეგახსენოთ, რომ ხელოვნური ინტელექტი, რომელიც უკვე ფართოდ გამოიყენება, ინფორმაციას იღებს იმ წყაროებიდან, რომელიც ვრცელდება ამ საინფორმაციო ველში. ეხლა ხანს აი ამერიკა-ირანის ომის დროს ისრაელმაც და ამერიკელებმაც აღიარეს, რომ მიზნების შერჩევაში, დაგეგმით ოპერაციებში აქტიურად იყენებდნენ ხელოვნურ ინტელექტს. ხელოვნურ ინტელექტს, როგორც მოგეხსენებათ, ხო, გააჩნია იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რასაც იღებს, მასზე აკეთებს ანალიზს და ისეთ რეკომენდაციებს იძლევა. შესაბამისად, მე ესეთი ეჭვი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, რასაც ავრცელებენ. აგე ხა ბოლოს გავრცელებული იგივე ჰადსონის ინსტიტუტის
Washington Post-ში გამოქვეყნებული სტატია, რომ მაგას არ აქვს მნიშვნელობა, გიორგი კანდელაკი ჩავიდა იმის საფუძველზე დაწერეს ეს თუ სხვა ვინმე ჩავიდა, რა მნიშვნელობა აქვს მაგას. თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის ტყუილი, მაგრამ ეს სჭირდება და მიზან მიმართულად ავრცელებენ ამას. არ დაგვაიწყეს პროირანულობაზე მიდიოდა ლაპარაკი ჯერ კიდევ თინა ხიდაშელმა ყოფნით თავდაცვის მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ თურმე ტერორისტებს ვამზადებთ, არის რაღაცა სასწავლო კორპუსები ისეთ სურათი დახატეს, რომ გეგონება აქ ირანს მთელი ჩვენი განათლების სისტემა ხელში აქვს ჩაგდებული და ყველა უნივერსიტეტს ისაკონტროლებს და ჯიჰადისტებს და ტერორისტებს ამზადებს. ამით იმას მიაღწიეს, რომ თქვენ რომ შეხვიდეთ საძიებო სისტემაში ნებისმიერში დააკრიფოთ, მაგალითად, რატო ემტერება დასავლეთის საქართველოს ხელისუფლებას, ან რატო ასანქცირებს, რა ურთიერთობა აქვს საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირთან, ამერიკასთან. ყველა პირველ ადგილზე ამოგიგდებთ ამ პრორუსულობას, პროჩინურობას, პროირანულობას. ირანთან შედარებით ჯერ ახლა დაიწყეს მუსირება ამ თემიდან პროირანულობაზე ნაკლებად არის იქ თემა, მაგრამ ძირითადი ნარატივები მოდის ეს და ადამიანი, რომელიც არ ცხოვრობს საქართველოში, არ იცნობს რეალურ სიტუაციას, რას ხედავს, ხომ? პირველ რიგში აგდებს ის, რომ თურმე საქართველოში არის ხელისუფლება, რომელიც ჯერ სიტყვაზე რუსების პოლიტიკას ატარებდა, მერე ჩინელებს, ეხლა თურმე აგეა ამერიკის წერს და ისრაელის წერს, ირანელებს ეხმარება და მასთან ერთად მოქმედებს ამ კოლექტიური დასავლეთის თუ ანგლოსაქსების წინააღმდეგ. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი მიზან მიმართულად გაგრძელდება. მე წინა ვიდეოებში ვახსენე, რომ ანგლოსაქსებს ახასიათებთ ხანგრძლივი სტრატეგიული გათვლები თავისი მიზნების მისაღწევად, ამიტომ ესე ნელ-ნელა წვეტ-წვეტად აწვეთებენ საინფორმაციო სივრცეში, საინფორმაციო ველში, ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ საქართველოზე რაც შეიძლება მეტი ნეგატიური ინფორმაცია დაგროვდეს. არ აქვს მნიშვნელობა ეს მართალი იქნება და ტყუილი და ძირითადად მაინც ხო ვიცით რომ ტყუილია, ჩვენ აქავართ და ყველაფერს ვხედავთ, მაგრამ ამას მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება ახლო პერსპექტივაში არა, თქვათ წლებს არ აქვს ეგეგმები არც გაიცეთ, მაგრამ 2-3 წელიწადში მოვა ისეთი შეიძლება ვითარება, შეიძლება სიტუაცია. მე ვახსენე, რომ ამ ირან-ამერიკის ომი ეს ემალი არ დამთავრდება და ეს ხანგრძლივი გაწელილი პროცესია და ანგლოსაქსები თავისას მაინც მიიღწევენ. ზუსტად აქ უყრიან ისინი საფუძველს, რომ მომავალში საქართველო გამოიყენო ირანის წინააღმდეგ საბრძოლოდ. თუ სხვა კიდე ვიღაცა მტერი გამოჩნდება მის წინააღმდეგ. ამიტომ მე წარმოიდგინეთ ეხლა რა გენშტაბი ან რაღაცა პენტაგონში ან რა ვიცი ბრიტანეთში ან ევროპაში ადგენენ გეგმებს და სიტუაციურ ამოცანებს აკეთებენ, უბრალოდ სიტუაციურ თამაშებს აკეთებენ და ხელოვნურ ინტელექტს აძლევენ მითითებას, რომ აი გეგმა დაგვისახე ან ჩამოგვიყალიბე, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, ანუ ეს თამაშები რომ მიმდინარეობს, შტაბების თამაშები. ხელოვნური ინტელექტი რას, ინფორმაცია რაც აქვს, აიღებს იქიდან, ჩვენ ეხა შეიძლება ჩემი ჩაწერილი ვიდეოც გამოიყენოს ინფორმაციისთვის, არ ვიცი, და დაუხატავს სურათს, რომ იმისათვის, რომ ირანი თქვა წარმატება მიაღწიო, უნდა დაიკავო ჯერ საქართველო, მით უმეტეს იქ აგე იმსახურებს, იმიტომ რომ ისინი ტერორისტებს ამზადებენ და ეხმარებიან და აგე აქედან მერე წავლენ და შეიძლება გაეროს რეზოლუციაც კი მიიღონ ოფიციალური, რომ და გაეროს ხარდაჭერა, რომ საქართველოში, იგივე სასონხეთში, აზერბაიჯანში ჯარები შემოიყვანო და ასე შემდეგ. მე ვიძახი, რომ ჩემი მოსაზრებით ეს კეთდება ზუსტად ამისთვის, რომ საინფორმაციო ველი შეიქმნას მომავალში საქართველოს წინააღმდეგ გამოსაყენად. ან კიდევ ერთი ვარიანტი, რომ ივაჭრონ რუსეთთან. არც ეს არის გამორიცხული, იმიტომ რომ ამერიკელები, ანგლოსაქსები ზოგადად არიან ოსტატები მაგისთვის, რომ პრობლემის შექმნის და მერე ამ პრობლემის გადაწყვეტის საქმეში. ან შექმნიან პრობლემას, მერე შემოგთავაზებენ მისი გადაწყვეტის მექანიზმებს და გზებს. ეს მარტო გეოპოლიტიკას არ ეხება, სხვა სფეროებშიც ზუსტად ანალოგიურად იქცევიან.
ეს იყო დღეს სულ რა რისი თქვაც მინდოდა. მომწერეთ კომენტარები, თუ კითხვები გექნებათ, გიპასუხებთ. მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ.